ბოლო დროს ქალაქში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ აიპებში თანამშრომლების მასიური გათავისუფლება მიმდინარეობს. კერძოდ კი 3 არასამეწარმეო იურიდიული პირის გაერთიანების შედეგად რუსთავის მერია ახალ სამსახურს საფუძნებს, რომელსაც სახელოვნებო გაერთიანების ცენტრი ერქმება. გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნითა და სამსახურიდან უკვე გათავისუფლებული ადამიანების თხოვნის საფუძველზე ქრონიკამ კითხვებით მერიის წარმომადგენელს მარიკა ფიროსმანაშვილს მიმართა, რომელიც უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული გაერთიანების ხელმძღვანელი იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო ინტერვიუ ჯერ პრესამსახურის უფროსთან შეთანხმდა, შემდეგ კი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე განცხადების გაკეთება ფიროსმანიშვილის ნაცვლად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თავად გადაწყვიტა. პრესამსახურის უფროსმა, რომელიც აღნიშნულ საკითხში წესით საკმაოდ კარგად გარკვეული უნდა ყოფილიყო, სრულყოფილი პასუხი ჩვენს ვერცერთ შეკითხვას ვერ გასცა. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რატომ აიღო აქუბარდიამ კომენტარის გაკეთება საკუთარ თავზე. მან განაცხადა, რომ აიპების ოპტიმიზაციის პროცედურა მიმდინარეობს. მან ვერც გათავისუფლებული და ვერც დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა დაასახელა. შეკითხვაზე, რა კრიტერიუმებით დაატოვებინეს სამსახური თანამშრომლებს, ან რა მიზეზით დატოვეს ისინი, ვინც დღემდე მუშაობს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ აქუბარდია ამ საკითხებთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს მოუმზადებელი აღმოჩნდა. ჩვენ ვცადეთ ინტერვიუ სამხატვრო სკოლაში და კულტურის ცენტრში ჩაგვეწერა, ვინაიდან ორივე აიპის გაერთიანება ხდება, თუმცა ხელმძღვანელებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. თუ მედიის წარმომადგენლები ინფორმაციის მოძიების დროს მსგავს ხელისშემშლელ ფაქტორებს აწყდებიან, გასაკვირი არაა, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეკითხვებზე პასუხი საერთოდ ვერ მიიღოს. ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხს და ოფიციალურად გამოვითხოვთ აღნიშნულ ინფორმაციას. რომ არ ყოფილიყო სამსახურების დუბლირება, ამ აიპების გაერთიანება მოხდა ერთ აიპად. ანუ კონკრეტულ სხვა აიპში, როგორც ვიცით, ოპტიმიზაცია მოხდა, თანამშრომლები გათავისუფლდნენ. ან თუ არსებობს ეს სიები, ვინ გათავისუფლდა, ვინ მე ახლა სიები ნამდვილად არ მაქვს ამ წუთას აქ ძალიან ხედავ შენ თვითონაც, რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს, გათავისუფლება გაუქმდა ვაკანსიები, არ შეიძლება იყოს ერთ ორგანიზაციაში მაგალითად 5 კურიერი, ხო? ამიტომ შეიძლება დავტოვოთ 2 კურიერი. აი ასეთი ვაკანსიები გაუქმდა და შედეგად ამ რეორგანიზაციის შედეგად რამოდენიმე ადამიანი გათავისუფლდა. ბატონო გიორგი, თქვენი ჩაწერა გვინდა და სადაც შეიძლება გნახოთ სამსახურში მოვედით და არ ბრძანდებით, აქ ვითხრეს რომ მერიაში ხართ. ვერ მოახერხებ, ამ კვირაში ხვალაც რაღაც პრობლემა მაქვს. დღეს ვაკეთებთ სიუჟეტს და სადაც იქნებით, იქ მოვალთ და ჩაგწერთ, არ არის პრობლემა. უშო, ხეხლა რაღაცა აი ისა მაქვს. აივანს ვაშენებ და ისეთ ფორმაშიო რომ მაგას რა უცილებელია ჩემი ჩაწერა, კაცო.